ციტადელისა და პალატის ადმინისტრაციას ცალ-ცალკე დავუკავშირდით ინტერვიუსთვის. თავიდან ორივე მოარი გვითხრა. თუმცა მოგვიანებით პალატის ხელმძღვანელობამ დაგვპატიჟა. მოდით საწარმო დაათვალიერეთ. მოგიყვებით რა წარმატებული ბიზნესი გვაქვსო. ჩვენ ჩვენი პირობა წავუყენეთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიდოდით, თუ ვიდეო გადაღების უფლებას მოგცემდნენ და ვრცელ ინტერვიუსაც ჩავწერდით კომპანიის ადმინისტრაციასთან. შეთავაზება არ მოეწონათ და ისევ უპასუხოდ დაგვტოვეს. ამ თემაზე ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა შემოსავლების სამსახურთანაც, რომელიც წესით ამ სფეროს უნდა აკონტროლებდეს. Алло. Алло, დიახისმენ. თამუნა, გამარჯობა, ნანუკავა რაიფაქტიდან. დიახმენ. თამუნა, ჩვენ პასუხზე რა ხდება? ანუ თუ მოამზადეთ? კი, გამოგიგზავნით აუცილებლად მოამზადეს და გამოგიგზავნით. სამსახურში ინტერვიუზე უარი გვითხრეს და არც წერილობით უპასუხიათ გაგზავნილ კითხვებზე. სახელმწიფო უწყებების სირაქლე მას პოზაში კი არიან, მაგრამ ეს ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამგვარი შემთხვევების გამო ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე შეუქცევადად ზიანდება.